მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ გიგანტ არსებებზე. ნომერი 5 ბაყაყი. უკუდო ამფიბია ბაყაყისებრთა ოჯახისა. ამ არსებას ზედმეტსახელად გოლიათს უწოდებენ. აღმოაჩინეს კამერუნში 1906 წელს. მისი გავრცელების არეალი მეტად ვიწროა. მისი სხეულის სიგრძე 32-დან 42 სანტიმეტრამდეა, ხოლო წონა 3.5 კილოგრამს აღწევს. ბინადრობს ჯუნგლების მდინარეებში, იკვებება კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით, ბაყაყებით და გომბეშოებით. ეს ამფიბია დელიკატესია და სხვადასხვა ქვეყნებში საკვებად გამოიყენებენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ არსებას აქვს გემრიელი ხორცი. ნომერი 4 სალამანდრა იაპონიიდან და ჩინეთიდან. იაპონური სალამანდრა. მას აქვს დიდი თავი, პატარა თვალები და შავი ნაკეცებიანი კანი. მისი საშუალო წონა 25-დან 30 კილოგრამამდეა და სიგრძე 115 სანტიმეტრს აღწევს. იაპონური გიგანტი სალამანდრა ენდემურია იაპონიაში, სადაც იგი ცნობილია როგორც ოსანშოუ. სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც გიგანტური წიწაკა თევზი. იაპონური სალამანდრას სიგრძე 150 სანტიმეტრს აღწევს და მსოფლიოში არის მეორე გიგანტი სალამანდრას სახეობა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩინურ გიგანტ სალამანდრას. ჩინური გიგანტი სალამანდრა სიგრძეში აღწევს 180 სანტიმეტრს, რაც დღესდღეობით არის მისი ზომა. ჩინური გიგანტური სალამანდრა არის სრული წყლის ენდემური არსება. ნომერი 3 კატა რუპერტი. რუპერტი მსოფლიოში უდიდესი კატის სახელია. საშუალო ზომის კატაზე სამჯერ დიდია და მისი წონა 9 კილოგრამია. მაგრამ გასაოცარი და გასაკვირი ისაა, რომ ამ არსებას ჯერ 3 წელი შეუსრულდა. ეს კატა არის მაინ-ქუნის ჯიშის და წვეულებასთან შედარებით სხეულმა მხოლოდ ნახევარს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ რუპერტი ახლო მომავალში 5 კილოგრამამდე მოიმატებს. ნომერი 2 მანტარეი. ეს გიგანტი ოკეანის მანტარეი მობული და ეს ოჯახს მიეკუთვნება და ცნობილია როგორც მსოფლიოში უდიდესი რეი. ეს არსებები როგორც წესი გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. გიგანტი მანტარეი იზრდება 7 მეტრამდე და წონით 1350 კილოგრამს აღწევს. ნომერი 1 იაპონური ობობა კიბორჩხალი. ტაკააშიგანი. ეს მისი სახელია იაპონურად და ითარგმნება როგორც გრძელფეხა კიბორჩხალი. ეს არსება იაპონურ წყლებში ბინადრობს. კიდურიდან კიდურამდე ზომა 5.5 მეტრს აღწევს. მისი სხეული 40 სანტიმეტრამდეა და წონა 19 კილოგრამამდე. ამ არსებას მტაცებლებისგან თავის დასაცავად შეუძლია შეინიღბოს. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.